ოლიგარქის პარტია რომ კანონებით ვერ შეძლებს საკუთარი მიზნის მიღწევას, ეს დრო მაჩვენა, ვინაიდან უკვე წლებია, რაც ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ქვეყანაში კრიტიკულ მედიას, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა კრიტიკული აზრის ჩახშობა, ასევე ისინი ებრძვიან მესამე სექტორსაც, მაგრამ მიუხედავად მათ მიერ მიღებული არაერთი კანონისა, თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში მაინც ვრცელდება. უნდა აღინიშნოს, რომ მედიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიაში მომუშავე ადამიანები პირდაპირ აცხადებენ, რომ ისეთი რთული მედიის მდგომარეობა ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა, როგორც ახლა არის და ახლა უკვე ამ ახალი რეპრესიული კანონის მიღების შემდეგ განსაკუთრებულად რთული იქნება კრიტიკული მედიის მუშაობა და განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს მედია საშუალებების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, კრიტიკული მედიის აზრით საინტერესო არის, რამდენად შეძლებს მათ შორის სამთავრობო მედია იმას, რომ ისინი ჩაჯდნენ თავად ბრიტანულ სტანდარტებში, როგორც ამას ქართული ოცნება ამბობს, ვინაიდან მათ შორის სამთავრობო მედიის მხრიდან არაერთი დაუბალანსებელი და მიკერძოებული ინფორმაციები ვრცელდება. დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ქართულმა ოცნებამ მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ყველა ის საკითხი, რომელიც აქამდე მედიის თვითრეგულირების სფეროში იყო, ახლა ამ საკითხებს თავად გაარჩევს მარეგულირებელი კომისია, სახელმწიფოს დაქვემდებარებული უწყება და უკვე ბექაურის უწყება გადაწყვეტს, როდის გაუგზავნოს შენიშვნა ამა თუ იმ მედიის წარმომადგენელს, როდის დააჯარიმოს დიდი ფულადი ჯარიმებით და ასევე ის გადაწყვეტს, შეუჩერებს თუ არა ლიცენზიას ამა თუ იმ მედიის წარმომადგენელს. ის რაც აქამდე თვითრეგულირების სფეროს ეკუთვნოდა და ჟურნალისტის ან მედია საშუალების ნამოქმედარი შეიძლებოდა შეფასებულიყო მისი კოლეგების, პროფესიონალების, გარკვეული ავტორიტეტის მქონე ადამიანების მიერ და რეკომენდაციული ხასიათი ჰქონდა და მის პროფესიულ რეპუტაციას უკავშირდებოდა, ახლა გადადის მთლიანად რეგულირების სფეროში და სახელმწიფო ორგანო მარეგულირებელი კომისია ბატონი ბექაურის მეთაურობით, როგორც ერთიანი რეპრესიული ვერტიკალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ძლიერი დაუნდობელი ინსტრუმენტი უბრალოდ დასჯის მედიას, ჟურნალისტებს. და კიდევ უფრო მარტივად რო ახსნათ, ეს იქნება ჟურნალისტების, ტელეწამყვანების თუ მედიის წარმომადგენლების ყოველდღიური სიარული დანაღმულ ველზე. როდესაც სულ აქეთი უნდა იყურო, რომ შემთხვევით არ აფეთქდე, ან რაღაცა ისეთი არ მოხდეს, როდესაც სხვადასხვა კუთხიდან დამიზნებული ეს სახელმწიფო, სახელისუფლებო, ლეგალისტური დიქტატურის შაშხანები არ ამოგიღებენ მიზანში და არ ეცდებიან შენს განადგურებას. საერთოდ უცხოელებთან ურთიერთობა გვეკრძალება. ანუ ის კი არა, რომ გრანტი ავიღოთ ვინმესგან. საერთოდ კოპროდაქშენი, ყველანაირ თანამშრომლობა, რაც კი შეიძლება ორგანიზაციას კონდეს, ხო? სოციალური რეკლამის ფასიანი გაშვება გადაგვიკეტეს. პარალელურად ძალაში შევიდა შინაარსობრივი რეგულაცია და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. თუ ადრე ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ რა შემთხვევაში მარეგულირებელს შეეძლო ჩარეულიყო, ეხლა ყველაფერი შეუძლია განსაზღვროს ბექაურმა. ანუ თუ ჩათვალა, რომ არც ისე ობიექტური ვიყავი, შეუძლია დამაჯარიმოს, ოცნების განზრახვა არის, რომ უბრალოდ აღარ ვიყოთ. მე მაგალითად დაველოდები იმედი და პოზიტივი როგორ გარდაიქმნებიან ბრიტანულ სტანდარტებზე. იმდენ უტვინოა ქართული ოცნება, რომ იმასაც ვერ ხვდება. თავისი მედიის საწინააღმდეგოდ მიიღოს სინამდვილეში ყველა ეს კანონი და ნახოთ, აბა ვიჭიდაოთ, რა ვიცი. მე მზად ვარ გადავიდე ეგრევე BBC სტანდარტზე, როგორც კი პოზიტივი და იმედი გადავლენ BBC სტანდარტზე. ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ახლა სურს, რომ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და ხალხმა გაიგოს და მოისმინოს მხოლოდ ის ამბები და ის ინფორმაციები, რომელიც მმართველი პარტიისთვის იქნება მისაღები, სწორედ ამიტომაც გაილაშქრა ივანიშვილის რეჟიმმა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნება არც უარყოფთ, რომ მათ ყველაზე მეტად ეშინიათ ახლა კრიტიკული მედიის, ვინაიდან მათ შორის ამ ახალი რეპრესიული კანონის მიღებას ხსნიან იმით, რომ მედიას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე. თუმცა ქართული ოცნების რეპრესიული კანონები რომ არ მუშაობს, ამის მთავარი არგუმენტი და მთავარი გამოხატულება თავად რუსული კანონია, რომელიც აგერ უკვე მესამედ დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ, თუმცა მიუხედავად კანონის სამჯერ დამტკიცებისა და ამოქმედებისა, ამ კანონმა და ვერც სხვა რეპრესიულმა კანონებმა ვერ იმუშავა, ამიტომაც ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ქვეყანაში ქართული ოცნება ვერანაირი კანონით ვერ მოახერხებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ვერანაირი ბრძოლით მედიის წინააღმდეგ
ვერ შეძლეს ამ ქვეყანაში თავისუფალი და დამოუკიდებელი ხმის ჩახშობა და ახლა გადაწყვეტეს რომ მიიღონ კანონი რომელიც არანაირ დემოკრატიულ სტანდარტში არ ჟდება, მაგრამ მისი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. მისი ამოცანა არის, რომ რაც ვერ გააჩერეს ფიზიკური ძალადობით და ფინანსური რეპრესიებით, ახლა როგორმე კანონის ძალით გამოაცხადონ უკანონოდ. უნდა არსებობდეს შესაბამისი დობით აღჭურვილი დამოუკიდებელი სასამართლო და მე შემდგომი კანონები ცენზურის და დაწესების და რაღაც პოლიტიკური ზეწოლის რისკებს აღარ შეიცავს, ხო? მაგრამ ქვეყანაში, სადაც სანდრო გრიგოლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე ყავს სასამართლოს და მართლმსაჯულების სახედ, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველაფერი ეს ქმნის იმ წინაპირობას და ჩვენთვის ეს ისედაც ცხადი იყო აქამდე, რომ ქართული ოცნება დაადგა დიქტატურის გზას. საბოლოო ჯამში იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობისა, მე ვფიქრობ, რომ ეს მათთვის იქნება კონტრპროდუქტიული. პირიქით, წინააღმდეგობა გაძლიერდება ვინაიდან ეს იქნება ფარას კანონი თუ მედიის საქმიანობის შეზღუდვა საბოლოო ჯამში იმოქმედებს იმ ნაწილ საზოგადოებაზე, რომელიც ძირითადად ქართული ოცნების ამომრჩეველია. ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ მათ ფარას კანონი და ასევე მაუწყებლის შესახებ კანონი გადმოიტანეს ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან და თუ კი ეს კანონები კარგად მუშაობს და კარგი არის ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში, მაშინ კარგი იქნება საქართველოშიც. თუმცა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და აბსოლუტურად ყველა უწყება, ყველა სისტემა ერთი ადამიანის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, ნებისმიერი კარგი კანონი შესაძლებელია უარყოფითად იყოს და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყოს გამოყენებული. დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ქართულმა ოცნებამ ფარას ამერიკულ ვერსიას, გადმოკოპირებულს, ასევე მაუწყებლის შესახებ კანონს და მესამე სექტორის და NGO-ების წინააღმდეგ მთავარ მექანიზმად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გამოიყენებს ქართული ოცნება და ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს.